მეგობრები, თოვლიანი მთები, სადმიდიან ჩვენი სიღრმის მეგობრები. გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. რაც თავარია, უფალი იყო ჩვენთან. ახლა ვიმყოფებით კოლორადოში, ეწოდებულ ამერიკის ბაკურიანში. მოგეხსენებათ, ეს მთიანი რაიონია და სამთო კომპლექსი და სპორტული ისინი აქვს, განვითარებულია სასტუმროები, საცურაები, ბევრი რაღაცეები და ეძახიან, მე დავარქე ყოველ შემთხვევაში, არ ამგონი ამერიკინებმა ბაკურიანი იცოდნენ სად არის, მაგრამ ამერიკის ბაკურიანს ვეძახიან ტერიტორიას. ეხლა აქედან წამოვედი, იმიტომ რომ საერთოდ აქეთკენ ვერ იდებით სიაროს, მაგრამ კაი ამიდია და თოვლიც არ იქნება და რაღაცა დათვალიერების საშუალება მოგვეცემა. ალბათ ნახავთ როგორ სრიალებენ, მოციგურავეები როგორ ატარებენ დროს და უბრალოდ რატო დავიწყე გადაღება, რაღაცა მოხდა და ჩვენ ხო ყოველთვის რაღაც საინტერესო რაღაცას ვცდილობთ დავაფიქსიროთ, უბრალოდ საინტერესო რაღაცა და დილა საათ მიდის ეს ხალხი, ნუ საათ მიდის ახლა სასრიალოდ მიდის და აი ზოგ სადაა სახლი მაღლა. აი ესეთ ადგილებში აქვს სახლები. ხეს არა დასახლებაა, მაგრამ მთელი ასეთი ხევივით არის ეს გზა მიუყვება და გარშემო სულ არის სასრიალო და დასასვენებელი ადგილები. თავისთავად ახლა კოლორადო თავიდან ოქროს მაძიებლები მოდიოდნენ, როგორც ყველა, ფაქტობრივად ამერიკის 90% მასია. თურქზე და ოქროს მაძიებლები, წიაღისეულის მომპოვლებლები მოდიოდნენ და მერე სახლდებოდნენ აი ესეთ ადგილებში რა. თავისთავად ახლა თანამედროვე დროში უკვე სხვა ბიზნესებიც არის. ძირითადად მაინც ეს სასტუმროები და დასასვენებელი საკურორტო დასასვენებელი ბიზნესია განვითარებული. მაგრამ ამდენ ადრიან რასაცობი მოხდა ახლა არ ვიცი. აი ეგეთ ნახეთ როგორ ალამაზად არის და ბორბალი ეტყობა აი ძველი შახტა შემორჩენილი. აქეთ უკვე ძველი სახლები. თავისთავად ყველა სახლებს თავისი ისტორია აქვს. თავისი ამბები აქვს. ესე ნენელა მივდივარ და ალბათ მივადგებით იმ ადგილს, რატოა ეს აცობი. სიცივე არ არის, რაღაცეთი 0 გრადუსია ცელსიუსი. ვაიომინგიდან არ წავედი, იმიტომ რომ ვაიომინგში ძალიან დიდი ხარია რა, ესე იგი 60 მილი საათში. ეს ძალიან დიდი საფრთხეა, მით უმეტეს ახლა ჩვენ არა ვართ მძიმე, სულ რაღაცეთი ამდენ 25,000 ვართ წონით და ამდენ გადავწყვიტე ისე მთებიდან წამოსული ყავ. ახლა იქ მინესოტაში და იმებში რომ დავდიოდი თოვლით, თოვში ხო დავდიოდი და აქეთ რო გამოვედი, ამოვისუნთქე. მაინც გინდა არ გინდა მაინც იძაბები რა იმ თოვში რომ დადიხარ ასე ხო სრიალებს და გინდა არ გინდა იძაბები. დიდი განსხვავებაა რა, ახლა იქ რო გაივდი 5-6 საათი და აი ჩათვალე რომ აქ რო იარო 20 საათი იმ დაღლასაც ვერ მიუახლოვდება, რასაც თოვლის დროს დადიხარ ხოლმე რა. მაგრამ შაზე რო დადიხარ გიხარია, მაგრამ აი ეს აცობი უკვე სასიამოვნო ცნობას არ გიტოვებს.
ვიქტორი ნახვა გავათამაშოთ მეგობრებო. რა მიზეზია ამ საცობის? რამდენიმე მიზეზია, ხო? პირველი ავარია მოხდა, ანუ ექსიდენტი. მეორე გზის რემონტი მიდის და საცობი მან წარმოქმნა. მესამე მიწახვარ ჩამოწვა. მაინც თაღორენი ადგილია და სამი ვარიანტი გვაქვს რა. ავარია, სამშენებლო სამუშაო და მიწის ჩამოწონა. არადა ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თაღორიანი ადგილი ერთ დღეში გადავფაროთ, მაინც ღამე არ არის სასურველი. ეხლა კი არის 0 გრადუსი, მაგრამ ჯერ იქიდან მთელი მთები გვაქვს ასავლეთ და იქ თავისთავად ტემპერატურა დაიწევს ქვემოთ, მაგრამ კაი ამინდია და რა ვიცი, ხაი არ ამგონია ისეთი რა საცობია, რომ აჰა 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, 3 საათში როგორ გავიაროთ. ან გახსოვთ 16 საათი რო ვიყავით ასთან. არა მგონია 16 საათი. შეგვიძლია დავათვალიეროთ აი უშა ხალხი როგორ სახლებში ცხოვრობენ, ვაგონჩიკ სახლებს რო ვეძახი. ტრუბახი აღისეულია. აიღირება ეხლა ეს სახლი, არც იღირება, აჰა, დიდი 5000, 10000. ნუ ეს ძირითადად აი ესეთ სახლებში უფრო მუშები ცხოვრობენ. შეიძლება ცოცხალი წყალ კი ეგ ველოსიპედი ბავშვები, ეგ სათამაშოებია. ნუ ა პრინციპია რა, იმუშავებს ადამიანი. აიც ახლა გინდა არ გინდა ამერიკაში მოდიან ფინანსური ანუ ფულის საშონელად რა, ფინანსური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. აი ესეთ მაქსიმალურად ეკონომიას აკეთებენ, აი ესეთ ფაქტობრივად ვაგონჩიკ სახლებში ცხოვრობენ, გადასახადიც არ უნდა იყოს. რაღაც 20 თუ 25 წლის მუშაობის შემდეგ რაღაც ფულს მოაგროვებენ და მერე შეძლებენ დაგვარად. მიდიან უკვე სხვა შტატში და იქ შეძლებენ დაგვარად ყიდულობენ. პრინციპია ძალიან მარტივი. ჩვენ კიდევ აქ რა ხდება, ეს ასე ნელა მივდივართ. ჯები რა ყველგან არის, ახლა სტორიჯია, ხო, თავის ნივთების შესანახი ადგილები ეს სტორიჯის. ეს რაწერია Mountain Mini Storage. მაგარი ბიზნესია რა. ჩანთების და ნივთების შესანახი ადგილი. ძალიან გავრცელებულია ამერიკაში. ჩერდით. ნოღე 1 საათია გავიდა და ვერ მივედით იმ ადგილამდე. იქიდან არ მოდიან მანქანები, ვა, რა ხდება? იქიდან არ მოდი 1-2 მანქანათა გამო. აი, ბლეკაისებია, ეთყობა რაღაცა მოუვიდათ იქით, ეთყობა იქითკენ უფრო ძიმეთ არის ბლეკაისი და სავარაუდოდ ალბათ მანქანა გადაყირავდა რა.
ჩანჩალებთ. ესეთი ხის სასტუმროებია ძირითადად ნახეთ მარჯვენა მხარეს. ორიგინალური ეს კაფე იქნება. არ ვიცი რა ვქნა, უკვე 2 საათი გავიდა. წავსილიყავი ვაიომინგიდან, იქ ხარია. აქ წამოვედი საცობია, სადღაც წავიდი აღარ ვიცი. ის ანეკდოტი რო ის კაცი რო არის, იქით არ წახვიდეო, აქით არ წახვიდე, საწავიდე. ესე დღეში ვარ მეც. რა დავარქვათ ამ ჩვენ ვიდეო რგოლს? საცობი კოლორადოს მთებში ალბათ, რა. ორი ვარიანტი მაქვს, შემიძლია ეგ გავჩერდე მარჯვნივ, ასე გასაჩერებელია და დაველოდო სანამ გაიწმინდა. ან ვიარო ნელა და ალბათ თომას ისე სიარულის ჯობია რა. ახლა ამ ტრეილერი გააჩერა. და ელოდება სანამ ეს გაიწრიდება რა ქვია იმას. საცობი. არა მოხინურია აი ბლექაისია და აბა ნელა მიდია ხო. გავიგე, აქ არის ეს არის უბრექაისი და ყველა ანელებს და იმიტომ ვიდვა ნელ ახლა უბრალოდ გაიხსნება გზა. ხო აი ეს რეალებს მანქანა ენახეთ. აი ნახეთ როგორც რეალებს. ეს ყველა მომავალი მანქანები აქ ატორმუზებდნენ და იმიტომ იყო საცობი. ახლა უკვე იქ ცოტა გაიწრიდა. გაიწრიდა თუ თან თავის დამალავებია ცოტა წინ გავიდა ნახოთ ზუსტად. ესე იგი აი ამ მონაკვეთის გამო იყო ამ ხელა საცობი რა. წავიდეთ ცოტა წინ გავიდეთ თუ რომ ეხლა ცოტა მოუმატებს სიჩქარეს და всё. გავიდეთ ამ თავს გავშოვდეთ. ეს ფსიქოლოგიური მომენტია რა, მაინც რომ ეს რო იცი რომ სრიალებს სწრაფად ვერ მიდიხარ რა. აი ნახეთ, აი ეს არის ბლექაისი მეგობრებო, აი სრიალებს და ნელა უნდა ვიარო, ნელა. და ის არის ხო 0 გრადუსია და რატო სრიალეს გავედით. ასე ჩქარეს მომატეთ და წავედით და იმედია ასეთი გზა იქით არ შეგხვდება წესით. ზიანი ამინდია და ერთი ძალიან ცუდი დაღმართია. აი ეს დაღმართი თუ გავიარეთ, მე რომ რატვილი იქნება. წავედით, მომატოთ სიჩქარეს და ვიქტორინაში ვინაა გამარჯვებული? ავარია არ იყო, იც არ არის ჩაწოლილი, ბლექაისი არ გითქვია რა. გამოდის რომ ვიქტორინა ვერავინ ვერ მოიგო, მაგრამ ნახო ჯერ კიდევ არ გაგვიგია, შეიძლება კიდევ იყოს რაღაც საწოლი. რეალებს ეს ხელი რეალებს. ავტოს რეალებს ვერ ხდები თო.
თვითონ შრალია, მაგრამ მაინც სრიალებს ეს სოხერი. ეგერ არის მანქანა გადაყირავებული ისა სრიალებული ეგეც არის ეს რამის ბრალიც არის. მოდი ამ დაღმას დავეშვები რა. თვითონ შრალია და რატო სრიალებს ვერ ხვდები რა. თვითონ სუბუქი რო არის იმიტომ. ეს არის სოხერი -1 გრადუსი უკვე. ეს უხერი ნადგიზე უნდა მივიდეთ. ეს პატარა მანქანები კი მიდია, მაგრამ ან დიდ მანქანას პატარა მანქანა რომ მოგისიადეს, ისე საშიში არ არის. პატარა ეს დიდი მაინც ეს გარმოშკა რო არ გააკეთოს, ამიტომ ჯობია ელავიაროთ ასრიალებს, მაგრამ ასრიალებს ეს უხერი. ამიტომ და ცოტა მზიანია და გადაკეტეს გაჩერდითო ესე ჩენი კოლორადო მაინც თარი ამიდები იცნება და არასწორი შეიძლება ცეპის დაყენება მომთხოვონ, შეიძლება გვალოდინებენ. დადგნენ მანქანები და ცეპებს არ აყენებენ და არ ვიცი რატო. ველოდოთ სიტუაციას. რა ხდება მეგობრებო, უყურეთ ეს ტრაილერები დგანა, მაგრამ ცეპებს არ აყენებენ. ეთყობა იმედი აქვს რომ გაუშვებენ. თუ არა მაშინ უკვე ჯაჭვის გაკეთება მომიწევს და ეს რო არ მინდა ჯაჭვის გაკეთება და შორს ხედავ რომ ხედავთ ეს გზა თოვლი არ არის და აღმართია უბრალოდ რა ვიცი რატო არ მიდიან ეს მანქანები აღდიკით შორს გზა ნახეთ როგორ არის მანქანები კი მიდიან მაგრამ იმის შემდეგ არის დაღმართი და არ ვიცი როგორ იქნება ეს მანქანა კი გავიდო და რატო ვერ ხვდები ჯაჭვის გაკეთებას ითხოვენ მაგრამ ჯაჭვის გაკეთება არ არის საჭირო იმიტომ რომ თოვლი არ არის ამაზე ჯაჭვი რო გააკეთო ამ გზაზე თელ იმას გაგიფუჭებს საბურავებს და ეთყობა რომ შეცვლიან იმ ბრძანებას აი არ ვიცი ეთი ალბათ ეთი დაველოდები იმიტომ ეს ტრაილერები ყველას ეშინია ჯარიმა არ მიიღონ და ეთყობა თუ წავლენ ეს ტრაილერები რა მაშინ მეც წავყები მაგრამ იქ ჩერდებიან ბოლოში და ზოგიერთი მანქანა იქ მიდის იმ აღმართზე ტრაილერი რა ვიცი რა გავაკეთო ეხლა აღარ ვიცი მოდი თავს დავიზღვევ მე და მეც დაველოდები აჭვის გაკეთება არ მინდა მაგრამ არავინ არ აკეთო და მე ხო არ გავაკეთებ მოდი აი დაველოდები ეს რას იზავენ ეს მანქანები და მე ვიმოქმედებ რა და კაი ამიდია უკვე +1 გრადუსია და მათი ვარი მე არის დაღმართი გამიგედა შეიძლება იქ უნდათ ჯაჭვის გაკეთება და ითხოვენ არ ვიცი ხა ამდენი მანქანა არ გააჩერებენ და კაი ამიდია ესე ჩვენი ზღოლური წვიმანები სამთრის კოლორადოში ჩავიდე ფეხით გავიდე იქ რასაკეთება ხედავ რომ აი ტრაილერები მიდიან რა და ეთქვა ბევრს ეშინია ჯარიმის გადახდა არ უნდა და არავინ არ აკეთებს იმას ჯაჭვს რამდენი პატარა მსუბუქი მანქანებიც ხო გავლენ ალბათ გაწმინდავენ იმ გზას ან რაღაცა აი ეგრე შორს ხედავ რომ ტრაილერები მიდიან ეგრე აღმართზე ხედავთ აი
ეგერ მიდიან ადიან აღმართზე და ნახოთ აბა ზოგმა დაიწყო გაკეთება ჭაჭვები ზოგმა არა ნახოთ აბა ერთმანეთს უყურებენ բայց ასილოდები ალოულით ვასკენ ტრაქტორო აი ამან გააკეთა შარზე მესენჯერებში ქროს საბად გაკეთება, მაგრამ ისინიც არ არის. რაღაცას ელოდებიან, ყველა ელოდ. არავინ არ აკეთებს, ზოგიერთმა ვერ მოითმინა, მაგრამ ამით ის გაუჯობესებას ვითხოვ. გვერდზე მანქანები პიტაპით მიდიან და რა ვიცი. დამაჯარიმებენ, არ დამაჯარიმებენ. არ გინდა ამ ტალახში გადმოხედე და აკეთო ეს ჭაჭვი. როგორი სიტუაცია ხავ ხედავ ზოგიერთი მანქანა მიდის არაჩერებს და პიტაპირ მიდის რა და ესენით განან ვაი თუ იქ ზემოთ პოლიცია და ჯაჭვის გაუკეთებლობის გამო მე დამაჯარიმონ სუცოტეთი $700 მაინც იქნება ჯარიმა მაგრამ უბრალოდ რა არის იცით მეგობრებო როგორ გინდა გააკეთო ჯაჭვი და იქ ზემოთ ადამიანს მზე არის სულ და ვიცი უბრალოდ ცოდვა ეხა ამასაც ჯაჭვია გაკეთებული მაგრამ არ მიდის იმიტომ რომ რისკია რომ აი ასფალტზე რო იარო ჯაჭვიც რომ მე საბურავი გააფუჭო რა და ამ დროს ეს მანქანები მიდიან და მიდიან რა აი ეგ გაიარა თუ უკან მოდის შეიძლება იქ წავიდეს და უკან წამოვიდეს ჯაჭვი არ გააკეთოს ესე წავიდა არ ვიცი რა ვქნა ჩემი ფიქრებით გადაუწყვეტელობით ხო არ დაგღალეთ მეგობრებო ფიქრები
როგორი მომენტია იცით, აი ჯაჭვებს რო გააკეთე, მე უნდა მოხსნა. გაივლი ამ იმას, მე ისე მოსახსნელია და რა ვიცი რა. ჯარიმაც არ გინდა გადაიხადო. დაველოდები კიდო სიტუაციას აღო ნახოთ. ეხლა ამან მოხსნა. და წავიდე, დააყენა ესა და წავა ალბათ. და მანქანები მოდიან ეს უხრი. აბა ეს ტრეილერი საწავა ეხლა და თუ პირდაპირ წავიდა, ძღოლივიდანი ამერიკელია. სამშთა ისინი უფრო იყიდებენ ხოლმე და ამერიკელები უფრო მაინც კანონმორჩილები არიან და აბა საწავაით მანქანა. გააჩერებს თუ არ გააჩერებს. არა, არ გააჩერა, წავიდა, პირდაპირ აღმართ მიუდგა. აქ ახლა მეორე მომენტია, ზემოთ ხوارი თხოვენ კიდოს ცეპებს. ჯაჭვებთან რა ვიცი. აი ამან მოხსნა ეხლა, ამან დააყენა და მოხსნა. ისე წავიდა თვითონ. არა და უკვე 3 გრადუსია ცელსიუსი. აბა ის მანქანა წავიდა და გააჩერებს თუ არ გააჩერებს. გააჩერებს ნეტარი. არა, პირდაპირ წავიდა, არ გაჩერდა. წავიდა აღმართზე და შეუდგა აღმართს. არა, გაჩერდა, ნახეთ, აი ზემოთან ნახეთ, უკვე გაჩერდა. შეიძლება უკან მოდის ისე ჩასასვლელი და უკან მოდის. რა ძნელია რა ეგ ადამიანები რა გადაწყვეტილებას რო ვერ ღებულობენ რა. სისუსტის ნიშანია ესა თუ სიძლიერეს, თუ სიფრთხილის, თუ შიშის, თუ რავი რა არის. აი ეხა ის მანქანა გაჩერდა, ნახეთ. და არ წინ მიდის არც უკან, თუმ ცეპებს გააკეთებს. აი ზემოთ ამანქანა. ტრეილერს გულისხმობ. გაჩერდა, არ მიდის, არც იქით მიდის, არც აქ. აგე მეორე მანქანა წავიდა კიდევ, აბა ესა. ეს რას იზავს ნეტი. მაგრამ მესამე ვენყაი. აი ტრეილერები მოდიან, მაგრამ დავაკვირდე ჩეტები. ის ზემოთ როც გაჩერდა დგას და ახლა ესენი რას იზავენ ნეტა. თქვენ რას იზავდით მეგობრებო, გარისკავდით? ორი მანქანა რომ მივიდა, ეგრე მივიდნენ ისე. გაჩერდნენ, ვერ რისკავენ მანქანა წასვლას პირდაპირ. ჯაჭვის გარეშე. კი, ორი ტრეილერი წავიდა, არ გაჩერდა. ორი ტრეილერი წავიდა, ის ორი მარცხენა. იმას რო ვაკვირდები, იმას ურებენ და როგორია წახვიდნენ და მე პოლიციამ გაგაჩერდა და $700 გადაიხადო რა.
ან გაძვრები, ან გავძვრები რა. და მიდიან ის ტრაილერები რა. პირველი ტრაილერი ისევ დგას ის პირველად რო აკვირდებოდით ეს ტრაილერი ისევ დგას აი ეს ზემოთ. და ორმა გაუარა ზემოთ. დაველოდებ, ესე იგი ბევრი ტრაილერები რო წავლენ. ერთი დავთვალოთ, ერთი 50 ტრაილერი თუ გავა, ავდგები და მე მეც გავყრები.